მოგესალმებით, ჩვენ გადავედით ახალ თავზე, ეს არის გრაფიკები ვებსაიტისათვის და მათი შექმნა. ამ თავში ჩვენ განვიხილავთ ვებსაიტზე არსებულ გრაფიკებს, მათ ფორმატებს და განსხვავებას მათ შორის, მათ ოპტიმიზაციას, ასევე შევქმნით ვებსაიტისათვის საჭირო გრაფიკას მარტივად, Canva-ს საშუალებით და ბოლოს განვიხილავთ გრაფიკების გამოყენებას ვებ სივრცეში. ეხლა კი გადავიდეთ პირველ თავზე, ეს არის ვებსაიტზე არსებული გრაფიკების განხილვა და განვიხილოთ ვებსაიტებზე განთავსებული გრაფიკები. მაგალითისათვის ავიღოთ ჩვენი კომპანიის Easy Business-ის ვებსაიტი. ჩვენ ვხედავთ ბრაუზერის ტაბში ძალიან პატარა icons, ეს არის პატარა გრაფიკა, რომელიც თითქმის ყველა ვებსაიტს აქვს. მისი ზომა და მოცულობაც არის პატარა. შემდეგ მარცხენა მხარეს ჩვენ ვხედავთ ვებსაიტის ლოგოს, ანუ Easy Business-ის ლოგოს. ასევე ვხედავთ მარჯვენა მხარეს განთავსებულ SVG ფორმატის გრაფიკას. და background-ად გვაქვს ასევე ერთ-ერთი გრაფიკა, რომელიც არის, ესე რომ ვთქვათ, მოლურჯო ფერებში, ესეც გრაფიკა არის და ასევე სხვადასხვა გრაფიკები არის განთავსებული ვებსაიტზე. ასევე გავიღოთ ჩვენი მეორე subdomain-ი, ეს არის education easybusiness.lg. აქაც განთავსებული არის აიკონი ვებსაიტისათვის ტაბში, ბრაუზერის ტაბში არის აიკონი, შემდეგ არის ლოგო, ასევე არის ორი სურათი, პირველი არის კურსისათვის, მეორე არის ვებ განათლების შორთებისათვის ჩემი სურათი და ხედავთ ასევე აქ არის აიკონები, ეს არის ასევე პატარა ფორმატის სურათები, გრაფიკა და ქვემოთ გვაქვს ასევე საიტის ლოგო. ასევე გავიღოთ ჩვენი ერთ-ერთი პროდუქტი Easy Holidays-ის ვებგვერდი, სადაც განთავსებული არის ასევე აიკონი, არის ლოგო, სხვადასხვა სურათები, slideshows, წარმოდგენილი როგორც slideshow და გვაქვს ასევე სხვადასხვა გრაფიკები ჩვენს ვებსაიტზე, ზოგი არის სურათები, ზოგი არის SVG ფორმატის გრაფიკები, რომლებსაც სამომავლოდ განვიხილავთ. მოკლედ, ყველას, რასაც უყურებთ გრაფიკას, ვებსაიტზე განვიხილავთ მომდევნო თავებში. ასევე გვაქვს ამ საიტზე კიდევ აიკონები სხვადასხვა ფერებში, გვაქვს ორი ლოგო, Easy Holidays-ის და Easy Business-ის ლოგოები. მოკლედ, ამ თავში ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ შევქმნათ ეს გრაფიკები და გავხადოთ ისინი ოპტიმირებული ვებსაიტისათვის.